კრაზანების ძველი მეთოდი ნავთი უნდა შეასხა და დაწვა. ვაიმე რა ცოდვები არიან. ცოდვა, რა არა ვერ დავწავ. შეიძლება რამე შევასყურო, რომ წავიდნენ, მაგრამ ცოცხლად როგორ დავწვა? ცოცხალი არსება. რა ფორმაში ხარ? ჯერ ისეთში არაფერში. ციცი, ევა მიყვარხარ ძალიან. მეც მიყვარზე მიგოგო. და ციცი შენ ძალიან მიყვარხარ. ციცი, სულ უნდა ბრწყინავდი და ხარობდენი, წარმატებული ბედნიერი გოგო უნდა იყო. ფიქრობ, რომ ასე იქნება ულევი წარმატებები და მიღწევებით იქნები. მადლობა ძვირფასო. მაგდა, ნინი რატომ მოხსნე ვიღაცას ამდენს? iPhone-ი ღმერთმა ბევრი მოგცეს და ფეხსაცმელი მილიონი კიდე. ზოგჯერ ჩემს თავზე გამიხდია და სხვებისთვის მიმიცია. ზოგჯერ ჩავარდნილა მართლა 2 ფეხსაცმელი მქონია, მაგრამ ადამიანობა მთავარი ამ კომენტარის ავტორი აშკარად ბოროტია. ვინ იმსახურებს iPhone-ს თუ არა იუთუბერები, თან შენნაირი, ხო? ანუ iPhone-ი ხო ფუფუნების საგანიც კი არა. ანუ ადამიანი, ნახე, რატო უბლოკავ ეგეთხავს? შეეცადა რომ გამოვეყვანე მე რომ ვარ ისეთი ადამიანი რომ ფეხსაცმელი არ აქვს და iPhone-ი იყიდა რომ იმარიაჟოს არა და მე არასდროს არ ყოფილვარ ეგეთი ადამიანი რაც ავნო ვიღაცამ ეხა მომაწებოს იარლიყი მე ვინც მიცნობს ყველა მიცის რომ მე ეგეთი რაღაცები არ მჩვევია და iPhone-ი იმიტომ ვიყიდე რომ აი ეს დახატული გამოსახულება ულამაზესი რომელიც მე თვითონაც მიხარებს გულს თქვენ გქონდეთ და ეს ხმა და ანუ რა ვიცი, საერთოდ ამ ეს რა სალაპარაკოა, აი არ ვიცი. და ფეხსაცმელი ხო, აი ბავშვებისთვის რაღაცების საყიდელი მაქვს და ბავშვებისთვის მაქვს ფული, იმიტომ რომ მაძლევს მამამისი, მაგრამ მე ეხა ევასთვის მაგალითად ხო, ფეხსაცმელი რო უყიდე და კუპარნიკი, ფატიბებოს რო არ მოეცა, მე ევასთვის ფული არ მქონდა, რომ რამე მეყიდა წასასვლელი და საიდან უნდა მოაკლოს დედამ, ხო, შენ არ უნდა იყიდო და ბავშვს უნდა უყიდო, ხო, ეგრეა. და ეხლა როცა ბავშვისთვის მქონდა, ჩემთვის ფეხსაცმელისთვის არ დამს, აი რა არის ან სამარცხვინო ან და კი, მაქვს, როგორ არა მაქვს, მაგრამ მე მაშინ საჭმელს უნდა მოვაკლო, ჩემი შვილების საჭმელს და არ მოვაკლებ მე მაგას. და რა პრობლემაა იმაში, რომ მეორად ფეხსაცმელი ვიყიდო და კი, ვიმუშაო ხარისხიანი მატერიალით, რატო არა? ეს კი არა, ეხლა აი მარათონები რომ ექნება და გოგოები მეყოლებიან და შემიგროვდება ფული, ის უნდა ვიყიდო, iPad-ი კარგი, ხო iPad-ი ქვია, აი ტაბლეტი როა სამუშაო, იმიტომ ლეპტოპით მე ვერ ვმუშაობ და მაგით ვიმუშაობ და რატო iPhone-ის, იმიტომ რომ ამეებს უკავშირდება და აი ეს ლეპტოპი რომ აქ ამეებიდან გადატანა, გადმოტანა, თუნდაც მუსიკის, თუნდაც აი კატასტროფაა. და ესენი iPhone-ები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან, ერთი ოჯახია, ხო? რატო არა? მაგრამ ეს არის საქმისთვის. მე რომ მაგალითად რამდენი ხანია ჯერ მჭირდება და არ მაქვს და მე რომ არ მუშაობდი და ბლოგერი არ ვიყო და იგივე მარათონი არ მიმყავდეს, არ მჭირდებოდეს. რისთვის მადლობა? რისთვის ვიყიდიდი ხო მაგას? აი iPhone-ზე ისაო, iPhone-ი აქო და მეორადი ფეხსაცმელი იყიდაო ვიღაცამ დამცინა და მაგას. მეორადი ისი მაგარი მაყუთა ხალხი. ეს დედაში. მოდი გაგიხსნა. კი. კი, ეს ბარამბოსია. ეს ბარამბოა. არისო, ხო? ნახე რატო გითხარი ახლა უყურე? ხო ზუსტად ერთნაირს გავს. ეს ღირს 80 თეთრი ძვირი მე მგონი. ეგ ერთი, მაგრამ მეორე ნახე. გემოზე ყველა ბარამბოიდო ასე. ტობა იქ არის. ნახე უყურე. ხედავ რა არის? ის ხო გახსოვს რომ ვარდისფერია. ეს ნახე თეთრია. ანუ მარწყვისა კი არა, მაგრამ ნახე ჯემი აქვს ვითომ მოსხმული. და ის იმენა ხო. მაშინ იქ წავსულიყავი. ეს ამაზე მიდიოდი შენ. არა უშ ამას ხო იცი? შენ გონია ეს უფრო ახლოა? ეს უფრო შორია? კვირილო. ამაზე მიდიოდი თუ ეს არ იყიდება ორნაბიჯი. ეს არ იყიდება? არა. ვა. ხო და ისა, იმას ვიძახი რომ კი ნორმალურია, მაგრამ ევა ხო მაინც ნაყინს ცოტა სჭამს. ხო და ნუ სტრობერი ურჩევნია და იმიტომ ყიდულობ ხოლმე იმას, თან იაფიც არის, თან ვარდისფერია. ხო და ეგეთ ხალხს პირდაპირ ბლოკავ. და всё. პოინტავს თავისი ტუალეტი აქვს, კი ძვირფასო, აბა საფენი აქვს. ზეწარი ერთჯერადი და მაგაზე შვება. სხვაგან არსად არ შვება, ისეა მიჩვეული უკვე, რომ აღარ ეშლება. აღარსად.
როგორ გალამაზდა ეს ბიჭი, ხდება მოკლედ მანდრიაძე, მადლობა ძვირფასო. მარი, ნიროდის მიდიხარ ლამაზო 15-ში. ნანა, შენთან ერთად ვიტირე ნი, ბევრი ტკივილი გამიცოცხლე. ნანა. არ ვიცი ძვირფასო რა ტკივილი გაგიცოცხლე, მაგრამ სუბედნიერი იყავი. სუბედნიერი იყავი. მე ის ვარ ვინც იცის რა არის ტკივილი. და ამიტომ სუბედნიერი იყავი. და ყველა, ვისაც ტკივილი გამოგივლიათ, სუბედნიერი იყავით და ვინც არ გაბოროტებულ ხართ ტკივილის მიზეზით. ყველანი სუბედნიერები იყავით. ათინო, ჯვარი გწერიათ შენ და შენს ოჯახს. მადლობა ძირფასო. ავატარი რო შეიცვალე, ეხლა მომხდა თვალში. ლიზი, ნინი სუბედნიერს და გაბრწყინებულს უნდა გხედავდეთ, გვიყვარხარ. მადლობა ძირფასო, მე ძალიან მიყვარხარ. ათინო, გამაჟროლა ნინი, რა დაუწერია ღმერთო ჩემო. 17-ის I love none. 17-ის ვარ, არც დიდი წონა არ მაქვს, მაგრამ ჩემს ტანს ვერ აღვიქვა ლამაზად, როგორც სხეული, ასევე ჩემი სახის გამო აკნე მაქვს. ყოველთვის ვტიროდი ჩუმად, როცა მეგობრებთან მხიარული ვარ. ოთახში მარტო კი ვტირი და ეს ყველაფერი ერთი ბიჭის დაუფიქრებელი ქმედების გამო, რომელსაც დღემდე ვერ ვიშორებ. დაივიწყე ვიღაცა სულელი უტაქტო, უზრდელი და აღუზრდელმა ადამიანმა რა გითხრა. მე სულ განსხვავებას ვერ ხედავ იმასა და ამაში. ეს თეთრია, ის ხომა 100 ფასი რო ძვირია. ეს სხვადასხვა ფირმაა და იმიტომ. მე თოლია ბევრად მირჩევნია ბარამბოს, რავი, აი ნაყინებში. მიდი გაბრუნდეს უმზე. ელოდება. გუჩინ, აი შეჭამა. ნახევარი 150 გრამია აქ. 70 გრამზე სულ ცოტა მო. სავსე იყო. და ისე შეჭამე ყველა. იმ დილას არ იყიდეს გუში? მე რა ვიცი, აკდა ნახევარი ეყარა ამას. თორნიკეს იქ ეყარა ცოტა, ეგეც შენ შეჭამე. მე დაევა. დატოვა თორნიკე თავის მო. ვაი, პატარა ძაღლი. ხო და ანუ მე სულ ვეუბნები ხოლმე, აი ჩემს შვილებს ყველას. აი გამიცის ხოლმე კიდე კომენტარები ადამიანებზე. პირში არა კაცო, რო გაივლის ვინმე ან რაღაც. სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ხმა. ანუ ნახე, ჩვენ არ ვირჩევთ იმას, ჩვენ როგორ გამოვიყურებით. და ამის გამო ადამიანი მე ვფიქრობ, რომ კი შეიძლება შეაქო და კარგი უთხრა, მაგრამ ცუდი არ უნდა უთხრა, იმიტომ რომ აი ერთი გოგოა TikTok-ზე, რომელიც 183 სანტიმეტრია. იცით როგორ აჰეითებენ, რატო ხარ მაღალიო? 186-ია ის ირინა უნაშვილი. არა, მაგას კი არა. საქართველო იყო. ხო, ეგ ხო, მაგრამ ნახე, რას აქვს მნიშვნელობა? ის ადამიანი, ვინც სხვას აჰეითებს იმის გამო, რომ მაღალია, მერე წავა და სხვას დააჰეითებს იმის გამო, რომ დაბალია. მერე წავა და სხვას დააჰეითებს იმის გამო, რომ მსუქანია, მერე წავა და სხვას დააქვეითებს და აჰეითებს იმის გამო, რომ გამხდარია. არ ხვდები? მერე სხვას კანისფერის გამო და ასე შემდეგ. ანუ იმისთვის თავარიც კი არა, შენ მაღალი ხარ, დაბალი ხარ, გამხდარი ხარ, აკნე გაქვს თუ რა. თავარი ის არის, რომ აკნე. თავარი ის არის, რომ სხვა ადამიანი დააჰეითოს და ანუ იმისთვის თავარი ეგ არის, რომ დააჰეითოს ადამიანი. ტკბილებს საჭმევ ძაღლს. გეუბნები, ტკიბზე ვიყავი, თორე ბარდება. ხო და დაივიწყე საერთოდ ვინ და გითხრა და დაიწყე შენი სხეულის მიღება. მე ვიცი, მეც გამოვლილი მაქვს. ეგ იცი რომელ ბავშვებს გვაქვს, ვისაც მშობლები არ გვიღებდნენ ისეც როგორიც ვართ. ვისაც უნდათ რომ კარგი ვყოფილიყავით, ჰა? ვის არის მშობლები? არ იღებდნენ ბავშვებს? ხო, შენ რა არ გინახია ეგ რო აი შენ კარგი ბიჭი ხარ, როცა ჩუმადზი ხარ და ხელს არ მიშლი. შენ კარგი ბიჭი ხარ, როცა არ ანაგვიანებ. შენ კარგი გოგო ხარ, როცა კარგად სწავლობ. შენ კარგი გოგო ხარ, როცა მე მეხმარები. მაგრამ შენ კარგი იმიტომ კი არ ხარ,
რომ უკვე ხარ შენ ლამაზი ხარ და ამიტომ ხარ კარგი. არა, შენ იმიტომ კი არ ხარ კარგი რომ ლამაზი ხარ, ლამაზი დაიბადე. შენ კარგი შეიძლება იმიტომ იყო როგორც ხარ შინაგანად. ამას ვინ ხედავს? ლამაზი სხვა არის და სიკარგი სხვა. ხო და ესენი გაიგივებულია სამყაროში. შეიძლება ბავშვებს რომელიც 10 სანტიმეტრიანი ცხვირი ქონდეს ადამიანს და ძალიან კარგი იყოს. ხო, მაგრამ ადამიანები ხედავენ ხო, მაგრამ ეგ როაერევა ის კაცი ძალიან ბევრი მშობელი შვილს ესე იმაშება, რომ კაი გოგო ხარ, რომ დაალაგე, კაი გოგო ხარ, რომ ისწავლე, კაი გოგო ხარ, რომ ხელი არ შემიშალე, კაი გოგო ხარ, რომ ჩეშა დაჩეხე. ეგ 99% მაგას იზრახავს. ხო, ეგ საქციელებია. რო ესე გააკეთე, ისე გააკეთე. ხო, იმიტომ რომ მე რომ მომეწონა ისე რომ მოიქეცი, კარგი ხარ. თუ მე რომ მომეწონა ისე არ მოიქცევი, მაშინ ცუდი ხარ. ეგ არის მიუღებლობა. მიუღებლობა იცი რა? უფრო ეგ არ მომხედრია ის მომხდა. კარგი იმიტომ ხარ რომ ლამაზი ხარ. ეგ არ ჯდება. მაგას კი არ გეუბნებიან, მასე გექცევიან, მარტო იმიტომ რომ თქვათ, ან თუ მშობელს ყავს ლამაზი შვილი, ესე უიმე ჩემი ლამაზი თუ გარეგნულა და არ მოსწონს ან თulis რომ ლამაზი არ არის, მაშინ ეგრე არ ექცევა. მე მაგალითად მეუბნებოდა ხოლმე ლია რომ შენ ბევრი უნდა ისწავლო, იმიტომ რომ ლამაზი არ ახარ. liam რატო დაასკნას ლიას გემოვნება ისეთი აქვს რომ ხო, აი მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ აი ამით, ანუ შენ უნდა ნახე როგორიც არ ნახე ჩემი შვილი როგორიც არ უნდა იყოს, ჩემი შვილი როგორიც არ უნდა იყოს. მე ის მიყვარს და ვიღებ ისეც როგორიც, ანუ მე შენ მიყვარ ხარ, იმიტომ რომ შენ ხარ. მორჩა, всё. დანარჩენი არის უკვე შენი ქცევა. დანარჩენი არის უკვე შენი საქციელი. შენ ცუდად მოიქეცი, ან შენ კარგად მოიქეცი. იმას კი არ განსაზღვრავს, ამის გამო შენ კარგი ხარ თუ ცუდი ხარ. ეს საქციელებია, ხვდები? და როცა ჩვენ სახლში, აი ხა ევას მაგალითად, როცა უპირობო სიყვარულში ვზრდი მე და როცა ცუდად იქცევა, ცუდი გოგო ხარს კი არ მეუბნები. იცის რომ ცუდი საქციელი და იცის რომ მე მაინც მიყვარს. წეგან გაუბრალდი მე მოვედი, მოვეფერე, ხო? და მე აუხსენი ვუთხარ. აი ეს ადამიანი რო გაიზრდება, ამას პრობლემა არ ექნება, რომ თავისთავად უყვარდეს. მაგრამ მე მქონდა, იმიტომ რომ მე თუ არ ვიყავი ისეთი, როგორიც უნდათ რომ ვენახე, მაშინ მე არ ვიყავი მისაღები, ხვდებით? იმ ადამიანებს ცუდი კი არ უნდა თქვენთვის. ის ადამიანებიც ეგრე არიან თავის თავთანაც და მათთანაც ეგრე იყვნენ მათი მშობლები. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხო უნდა შევცვალოთ ეგ. ან ჩვენ ეგ უნდა შევცვალოთ. ჩვენ მასე არ უნდა ვიცხოვროთ. და მე გამოვიარე ეგ, რომ საერთოდ არ მქონდა ჩემი არც ხეულის, არც თავის, არც გარეგნობის, არც მისფერის, არაფრის მიმღებლობა არ მქონდა. მე მივიღე ჩემი თავის, შევიყვარდე, ხა მე ვიცი ჩემი თავის ფასი, ხა მე ვიცი ვინ ვარ. არა. liam რომ მითხრა კი არა. სადაც იზრდები, როცა უპირობოდ, უბრალოდ რო ხარ იმის გამო არავის უყვარ ხარ. იქ შენი თავი არ გიყვარს, იმიტომ რომ შენი თავის სიყვარულს იქ სწავლობ, სადაც იზრდები. შენ ყველაფერს ცხოვრების მოდელს ბავშვი რო ხარ, იქ სწავლობ, სადაც იზრდები. და მე რო გაიზრდები, უკვე შენზეა პასუხისგებლობა იმ მახინჯი პატერნებით ივლი თუ შენი სწავლის სწორს. მე ისე რომ დავჭირა თელი ცხოვრება ვიცახო ეგ მასწავლეს და იმათი ბრალია მეთქი ეგ უკვე, მაგრამ ძნელია მე მაგის შეცვლა, იმიტომ იცი შენში ეს უკვე ისე ზის, რომ შენი გონია. და შენ რო ხვდები, რომ ეს შენი არ არის და იწყებს შეცვლას. მე მაგალითად აი ესე 25 წლამდე მოვედი, 25 წლის ამ დავიწყე საკუთარი თავის, აი უკვე რომ პირველი ნოტები მქონდა მიღების, სიყვარულის, დანახვის, მე ვინ ვარ, ჩემი ფრთების გაშლის, ხო? 25 წლამდე დამჭირდა დრო. მაშინ როცა ხა მაგალითად ევა, ხო? ევას ეს ექნება, იცი როგორ ექნება? აი თან დაყოლილი აი რაღაცა მონაცემი რო აქვს რა ტელეფონს მეხსიერება 256 რა აი სულ რო აქვს რაც არსებობს და რო არის ის საიდან აქვს ხო და იმას ის 10 წელი არ დაეკარგება იმას შეშს მე დამეკარგა მაგრამ რატო იმიტომ რომ მე ეს
დავამუშავე, ვისწავლე და მას არ გადავეცი ჩემი ტრავმა, ხვდები? და მე რომ მეთქვა რომ ეხლა მე ესე გამწარდეს და ისიც ესე დამეტრამვა, ისიც ან 10 წელს მოანდომებ და ან ვერასდროს გამოვიდო და გაჩნია და მე რამდენად ძლიერია, ზოგი ვერასდროს ვერ გამოდის. ანუ სწორ შეიძლება რაღაცებში სწორიც იყოს, მაგრამ რაღაცებში კარგები აიღო, ცუდები გვერდზე გუუშ. ხო, მაგრამ ადამიანი ეგრე არაა მოწყობილი, ადამიანი ცუდებს იღებს ადვილად. ადამიანი ცუდებს იღებს ადვილად. არა, პირიქით. ყველაფერი ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ნახე მე საუკეთესო მომცეს. ანუ იმიტომ კი არ მაძლევდნენ ცუდს რომ მე დავეზიანებინე. ეს თავისი დაუმუშავებელი ტრავმების გამო მაძლევს. რატო მეუბნებოდა ამას? იმიტომ რომ უნდა რომ მე კარგად არა, ბებია ჩემი არასოდეს მაგას. ეგ მისი აზრი იყო. მისი აზრი იყო, ხო უყურებდა ცხოვრებაში, რომ ვიღაცა ლამაზი ქალები ცხოვრებას ადვილად აწყობდნენ და თვითონ მაგალითად როგორი შრომა უწევდა, ხო? თვითონ თulis რომ ლამაზი არ არის. ხო, ნუ გასაგებია. მაგრამ ხო, მე ეს ქონდა აზრი, ხო, რომ ეს ესეა და მინდა რომ ამას ანუ დავეხმარო. ანუ რეალურად ეს იტო და არა ბოროტება ამის უკან. თორემ მე ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო მქონდა, საჭმელიდან დაწყებული, ჩაცმით დამთავრებული, მაგრამ ანუ რაც შენ არა გაქვს, იმას ვერ მისცემ. და მე ნახე კიდე რატო ვაფასებ ძალიან რატო ვაფასებ მაგალითად აი ლიას რაც გააკეთა ჩემთვის. იმიტომ რომ მე 36 ვიყავით კლასში. არც ერთ ბავშვი არ გაზრდილა ისე როგორც მე. ყველას ყავდა ჩემს გარდა დედაც და მამაც. და როცა შენ დედაც არა ხარ, დეიდები საერთოდ შეიკიდებენ ხოლმე რა. ბევრი. კი, მიყვარს, კი, მივალ, ჩავხედავ, რაღაცას გაუგზავნი და მორჩა. დედებს არ უკეთებია ჩვილებისთვის, მე რომ იკეთა ლია. ამიტომ ჩემთვის ყველაფერი გაგებადია და გადალახვადი და მიღებადია. და ყველაფერი, ანუ მე მაგალითად რას არ ვაპატიებ, არავის ვაპატიებ მაგას, არც ჩემ შვილს არ ვაპატიებ მაგას. მაგრამ მაგას ვაპატიებ. იმიტომ რომ მე რო ყველაზე საცოდავი, ყველაზე დაუცველი და დედამკვდარი და მამისგან აღალატარი ვიყავი, ერთადერთი ადამიანის მე არ მიმატობა ეგ იყო. და მეც ერთადერთი ვისაც არასოდეს არ მიმატობ, ეგ იქნება. აი ეს არის სიყვარული და არა ის, რომ იჩხუბებ და ეხლა ეს დაჭამთ. და სიყვარული კიდე იცი რა არის? ყველაზე მთავარი. რაც არ უნდა მოხდეს თქვენ შორის, რაც არ უნდა აკადროთ და უთხრათ. აი ეგენი რო გეთქვათ ან ეთქვათ შენთვის ყველა ურთიერთობა რო გაფუჭდებოდა. ყველა ისე გაფუჭდებოდა რომ აღარ იარსებოდა. აი ეს რო არასოდეს არ გაფუჭდება. აი ეს არის სიყვარული. რასაც ვერაფერს ვერ უზავს. ეგ არის სიყვარული. და კი სულ მისტირის იმას რომ თავისი შვილი რატო არ ყავს და მე ძალიან განვიცდი მაგას. მაგრამ ძალიან ბევრჯერ მე დაუყოლებია რომ კიდევ ერთხელ გავიარო ის გზა ისევ შენაგირჩევდიო. და ამას ბევრი დედა არ იზავდა. და მე იმიტომ კი არ ვამბობ ხოლმე რომ ტრავმებში გავიზარდე რომ ის გავლანცხო. არა, მე ვისწავლე ჩემს ტრავმებზე. ეს მისი ტრავმებიც არის, რომელიც მან ვერ დაამუშავა. და მე მომცა, მაგრამ მე შევძელი დავამუშავე, მე ჩემ შვილს აღარ მივეცი. და ახლა მე უფრო ზრდასრული ვარ. ანუ მენტალურად, ვიდრე ის არის. ამიტომ პასუხისმგებლობა მასეც მე მაქვს. აუ ვიღაცა როგორ ხდებით რაშია საქმე. და მინდა რომ ბრაზმა, წყენამ და ტკენამ არ დამაბრმაოს. ისე რომ გავაწლები, მე გულში ლახვარი არ მქონდეს რომ რატომ ეს ესე არ გავაკეთე. ხდები? და ამის დანახვის უნარი რო გაქვს, უკვე დალოცვილი ხარ ღმერთისგან. და თუ ვინმეს მაგალითად ჩავთვლი საკმარისად არ უყვარვარ და მასთან არ ვიქნები და მიჯერეთ რომ ეს არ იქნება ტყუილი, ეს იქნება მართალი. და თუ კი ვინმესთან ვარ, მარტო იმიტომ ვარ, რომ სიყვარული არის ჩემი. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვინმეს მიატოვებს.
და შეგიხება შენ საყვარელო დიდი გზა გასავლელი შენ თავი უნდა შეიყვარო შენ თავი უნდა მიიღო და ყველაფერი დაგილაგდება ყველაფერი კარგად გექნება მე რინინი ნუ ნერვიულობ საქართველოში ამას ბევრი ვერ გაიგებს ვინიც ის და შეუძლია ისედაც დაგეხმარება მადლობა ძირფასო არა მე ეს უნდა მეთქვა იცი რატო ამას აქვს ჩვენთან მახინჯი ფორმა მიცემული ამას აქვს მათხოვრობის ფორმა მიცემული და მე ამათაც ჰეითერებს და ბინძურ ხალხს უნდათ რომ ეს მახინჯი არლიკი მოგაყრან და მე რატო როცა მე ამხელა ხმა მაქვს და ამხელა აუდიტორია მაქვს რატომ არ უნდა გავავრცელო მასაში ეს სწორი რომ ბევრ ცოდნია და ბევრმა დაწერა რომ ანუ რეალურად უცხო ენოვან ბლოგერებში ძალიან ნორმალური რაღაცა არის ეს. ძალიან ნორმალურია დონაცია, ხო? რატო უნდა ეძახოდნენ მათხოვრობას და რატო უნდა იყოს დამახინჯებული ფორმით? ირმა, რაც გერჩის ვინ არის რა დაუშავე გავგიჟდი ასეთ რამეს მტერსაც ვერ ვუსწრებ ღმერთო ვერ ვიჯერებ რა ასეთი ბოროტი გულები უდევთ მკერდში ხო აი მეც ვერ ვიჯერ არაფერი არ დამიშავებია საქმეც მაგაშია საქმეც მაგაში არც ვიცი ვაიმე წაიღე აჰა ოღონდ შემხვდეს მეც ამოვიღებ ჯიბაში ჩავიდე ჯერ 17-ის ვარ და ჩემი ფული არ მაქვს თორე ცოტას მაინც შეგიითხავდი ისეთი კარგი ხარ შენც და შენი შვილების არა ძვირფასო კიდევ გავიმეორებ არავინ ვინც ხართ მოზარდები ან ეხლა დაიწყეთ მუშაობა არ ჩამირთოთ თქვენ არ გიხებათ ეს ყველაფერი თქვენგან მეყოფა კომენტარი ლაიქი არხის გამოწერა ეს იქნება თქვენგან თქვენ ცხოვრება გაქვთ ასაწყობი რა დე ზღვაზე მინდა ძალიან დეკი შენ გინდა ევა ნაყინი უნდა ვჭამოთ აჭარული ხაჭაპური უნდა ვჭამოთ მე პლაჟზე ტორტი დონასიკი პლაჟზე უნდა ვისეირნოთ ფოტოები და ვიდეოები გადავიღოთ ლამაზი კავები ჩავიცვათ ევა ხო კაია ისეთი კარგი ხარ ყველაფერი კარგს იმსახურებ ბოროტი ხალხი ყველგანა არც კი ვიცი ამდენი ბოროტება საიდან აქვთ მაგრამ მთავარია ჩვენ რომლებსაც არ გვესმის ასეთი ბოროტება როგორ შეიძლება გქონდეთ გულში არა უყვებით ბოროტებას ბოროტებით ბევრი კარგი ადამიანს უყვარ ხარ კი ძვირფასო ზუსტად მაგითი ვარ დალოცვილი რომ ბევრი კარგი ადამიანს ვუყვარ ეს ყველა ერთი ადამიანის კომენტარი ამიტომ ცალ-ცალკე არ ვკითხო გადავარდება ძირს ხვის ეზოში ჩავარდება სადი ერთ წუთი აქ დადე მომე მაიცა ეხლა რომ ჩავარდეს იქ ჩახვალ ამოსატანად ეხლა იქ ამის ამოსატანად კი არა ხო და აქ დადე თავზე რატო დაეცეს ადამიანი ის გაქვთ მქონდა ეგრე რო არ ჩავარდე მე მეგონა მიშლის ნერვებს ღმერთო მიშლის ნერვებს მე უყვარ ვარ კალთებსაც მინდა კი კი ვერ მოვასწარი მე ჩვენ მინდა რაოდენობა ეყარა ძალიან შენ მუჭაში ეს რა ეყარა ცოტა კალთებსაც მინდა თევზიც მინდა გემრიელი თევზი შევჭამოთ თევზი, ქალთევზა არა. ქალთევზას არ შევჭამ, თევზი შევჭამოთ, პატარა თევზი. კი, ქალთევზა უნდა. ევა, თევზი არ გიყვარს? უყვარს. ევას უყვარს თევზი. ქალთევზა არ არის თევზი. ქალთევზა გოგონა. ქალთევზა უნდა კალი. ხო, წყალში ცხოვრობ. ქალთევზაც თევზებს ჭამს. კი. უყვარს თევზი. ესე ჭამს ქალთევზა? აჰა. მოდით მაგიწიო. ესე მადლობა, მოდით მაგიწიო. დაგეშალა. ერდა გვივარცხნია. დღეს ხო იცი? ხა. ზუპ. ჩაზუპ. აი. იკა. ბონი იცოდე? იკა. 7 წლიან პატიმრობას მოგიწევ. გამოიხედე. და ციხეში დაგაბერე. რა 7 წლიან ძაღლი 15 ცხოვრობს. ნახევარს გაგატარებინებ ციხეში და მე გამოხვალ. ხო და მოკლედ ჩემო საყვარელო და მოკიდე. მიდის დასუმზე რა მისხა? ესა მე ჩემ გულში ბოროტებას არ ვუშვებ.
ანუ ეს გაცნობიერებული არჩევანია. კი, მინდა. კი, მინდა. ბონისაც უნდა ქართელზე. კი. ადროისთვის გავაკეთო ზიგზი. სანამ გადასასვლელ ხიდზე, ან შუადღეზე ძალიან სიცხე რო იქნება. ხიდზე გახვალ, იქვე კიბეებით ადიხარ. ესა. მეორადებზე. იკას უყვარს ზღვაო? ასმათი მიკითხა. გიყვარს ზღვა? ასმათი ვინა? ჩემი მაყურებელია იკა. ვინაა და აბა როგორ გითხრა ვინაა? აი ასმათის მიმართავ აქედან. აი ისე არ მიყვარს რომ შეიძლება 17 დღის განმავლობაში ერთხელაც არ ვიბანაო და მაყოფილი წამოვიდე. აბა ნახეთი რამდენჯერ იბანავებს. არა, ეს ძალით უნდა წაათრიო ყველგან, თორე მერე კი მოწონს იქ. უბრალოდ როგორ არის? აი უბრალოდ ზღვას რო ხედა. მე საბანაოდ კი არ მინდა ზღვა, ეს მინარიო თქვას, მაგრამ აი რო თვალებით აღვიქვამ ყველაფერს. აი რო შევხედავ და ეს ლურჯი რაღაც ჩანს, всё. მე ბანაობა არ გინდა, გეშინია ალბათ და იმიტომ. არა, კაცო, რა მეშინია? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი უკვე დავკმაყოფილდი. ან თუნდაც რო ხედს უყურებ. კი, ეგ მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ის როგორ არ შემეხოს ის საოცრება. აი რო შემოგვხვევს თავის თბილ ხელებს, გეგონება ეგ ხელები არ არის. გეგონება ეგ ის ხელები არ არის, აი ესე რომ მუსრავს ხოლმე უდიდეს გემებს. არა, ეგეთი ფანტაზიური არა. მე ფანტაზიური არ ვარ, მე მგრძნობიარე ვარ. განაცუდია მე ჩემი გრძნობები, აი ეს გესმის. მე ფანტაზიური არ ვარ. ხო, არა ხარ, ვიცი. მე მგრძნობიარე ვარ. ხო და რო არა. აი ნახე, არასწორი. მე ესეთები მწყიც. უყურე შესაძლოა სინამდვილეში. იმიტომ რომ ჩემ ყველაზე ძვირფასი ის ნახე როგორ გაუფასურა და იმათიმასნა რომ ფანტაზიური ცუდი რაღაცაა ხდები. სინამდვილეში რაც არ არის. არ არის და რაც არ შეიძლება იმაზე ხუმრებიან და რაც მართლა არის იმაზე არ ეხუმრები. აი გახუმრობის არს. არ მინდა ხუმრობა. ესეც მნიშვნელოვანი და ჩემთვის სენსიტიური რაღაცა. კი. კი, მინდა ძალიან. ადამიანს რომ ამხელაც ვირი აქვს, არასოდეს არ იწვია რომ ამხელაც ვირი გაქვს. კი. იმიტომ რომ სინამდვილეში ეგრეა და მასეთ რამეებზე არ უნდა აპელირებდეს კაცი, არც ხუმრობით და არც ისე. ეგაა საწყენი. ანუ აი ვიღაცას რო აქ დიდი სხვი და ეხა მაგას იძახი და ამას უსმენს გული ხო ეტკინება ისედაც რომ სუსტ კივა გული. ხო ვიღაცას აქ რა ვქნათ ეხა ვიღაცას დიდი ხო და უნდა გაითვალისწინო. ვიღაცას ანუ არ უნდა თქვა იქ რაღაცები. თო მე რა ტვინი არა გაქვს თავში ხო არ ეტყვი. არ ვეტყვი კაცო. თან ტვინის არ ქონა კიდე ისეთი რაღაცაა რომ ვერ დაამტკიცებ. მოკლედ რა ერქვა ასმათი. მოკლედ ვიტყვი რომ სხვა არის ბაზარი არა, უმაგრესი რაღაცა არის. განსაკუთრებით ეს ფასობს როცა დაგაჭერს ზემოდან. და ნუ რა ეს სილამაზე აქვს, ნუ ეხა ვერ უარყოფ ისეთი და რო ამშვიდებს ადამიანს კიდე რაღაცა ხსნის ყველაფერს დაძაბულობა. რავი, იმდენი რაღაცა როგორ შეიძლება ცუდი თქვა, მაგრამ აი შიგნით არ მიყვარს ჩუპაჩუპა. თორე სასწაულია. ლელა, მშობლებზე. მე ვგიჟდები ზღვაზე. ზღვა არის ჩემი თერაპია. აი ზღვაზე რო ვარ კარგად მორჩა. ყველა პრობლემა, ყველაც უნდა ყოფნა. ყველაფერი აი უბრალოდ წირობს ზივარ და ჩემს წინ ის არის ყველაფერი მიდის. დაჟე აი რო წვიმს ხოლმე ზღვაზე და ვერ ბანაო მაინც. თუმცა რა თქმა უნდა სრული პაკეტი არის ხოლმე სიამოვნების, როცა ბანაობ კიდეც მზეც არის, პლაჟზეც წევარ, ზღვასაც გრძნობ, უყურებ კიდეც და ყველა ასპექტში აი ყველანაირად მიყვარს. სასწაული იყო მე ეგეთი ხედი რა ვიცი. მიდი. აი ჩაქვის სახლი რო იყო. მიდი, გავიგე, მიდი. ფანჯრიდან რო ჩანდა, აი ეგ იყო რა, всё სტარტაპი არ იყო საჭირო გარეთ გასვლა. მიდი. ის მატარებ. აი, ხო ვეტყვი რომ მიდი, არ მივა. ხო და გვერდზე მოეფიშა ცოტა ძალიან ანერვიულდა ება არაუშავრა და არაუშავრა თავზე მკოცნი და და ისე ნერვიულობს ხოლმე მაგროს სეღელავს ხოლმე მე ვთხარი არაუშავრა და დაწყნა მე რო ბრაზდები ხოლმე.
ესეთი ვარ. იმიტომ რომ მე გავრბივარ და გამორბივარ ხოლმე. და აქ რომ ჩემს ნაცვლად სხვა მუშაობდეს, მე გავიქცეოდი. ყველა სიტყვას მივატოვებდი და გავიქცეოდი. ლელა მშობლებზეა დამოკიდებული ბავშვი როგორი გაიზრდება. ლევას ანდრიას თოკოს რომ ვუყურებ, როგორი ძდილობიანი და კარგი აღზრდილი შვილები არიან, გინდაც ეხლა ხეს როგორ ჩაეხო და ევას თითქო გამოხატა შენი აღზრდის მაგალითია მშობლისგან იღებე. ცუდსაც და კარგასაც შენ შვილებშია მთლიანად შენი დამსახურება. ეხლანდელ ბავშვებს რო უყურებ, სამივეთი აღფრთოვანებული ვარ. იმედია ეხლანდელ დროში ღმერთმა იშვიათია ახლანდელ დროში ღმერთმა ბედნიერები გიმყოფოს 100 წელი და ჯამრთელები. დიდი მადლობა ძვირფასო მშობლისთვის ამის მოსმენაზე დიდი და კარგი და საოცარი არც ვიცი კიდევ რა არის. ძალიან დიდი მადლობა. ხო, აი ეგ არის რომ მე მივდიოდი ხოლმე და ვეხვდებოდი ხეს და არ მოევასთვის ეს თანამშრომლებრივი რაღაცა არის და მშობლის ძალიან დიდი წილია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთი შენი გენეტიკა და მეორე კიდე შენი აღზრდა, ასე რომ კი ძალიან დიდი წილია მშობლის. ბავშვი როგორია? ირმა ხელის და ბოსნეულის წაღება რა საჭიროა? იქაც არის ბაზარი და ფასები არ განსხვავდება. ფასები განსხვავდება ძვირფასო თან კარგად გვარიანად, მაგრამ ისე მართალია რომ იმდენი მაინც არა ეხა სხვაობა რომ აქედან ათრიო. ნუ ერთი დღის მაინც მინდა წავიღო და კიდე ისა სიმინდი და ერთი დღის. ეხლა მე ხომ მანქანით მინდოდა წასვლა და ის უეჭველი ბაზარში წავიდა. რო არ არის, გუშინ პენსია აიღო. აი მე, რამდენი ვიცინი აჩქარებულ კადრებზეო. რო ვარჯიშობდი. გაიხარე შენი ოჯახი ჩვილო რა მატირე. გფარავდეს უფალი, მადლობა. ბაბი ძვირფასო. რამდენი დღე რჩები ზღვაზე შარშან თქვენ სადაც დადიოდით იმ პლაჟზე მიდიოდი ხშირად რომ შენ გამეცანი, მაგრამ ვერ გნახე, იმედია წელს გნახავ. იმედია ძვირფასო. ირმა, კარგ დასვენებას გისურვებ ჩემო კარგებო, მადლობა საყვარელო. ნინი ბედნიერი დასვენება საყვარელო, მართლა კარგი ამინდებია. ძალიან ცხელა და ტკბის ზღვით მე ვიყავი უკვე ისეთი სუფთა ზღვა, როგორც სარაზმოს, ვაიმე როგორ მინდა. მაგდა ნინი იმდენი ხანია გიყვებ, რომ იმდენი წელი ოღონდ ზოგჯერ თვეები არა. დღეს ვნახე ეს ვიდეო, როგორ უნდა ჩავრიცხოთ საყვარელო ანგარიშის ნომერი სადევზო და შეძლებ ჩავრიცხავ ხოლმე. შენ არასდროს დამხმარები ხარ, მაგრამ იმდენჯერ დაგიყენები ვარ კარგ ხასიათზე შენი ვიდეოებით. მე ეგ არ არის დახმარება. ეგ ძალიან დიდი დახმარებაა. მე რომ ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე, ძალიან ვაფასებ ხოლმე თუ რაღაცა ან ვიღაცა კარგ ხასიათზე მაყენებს, ასე რომ მე ვთვლი რომ ეგ არის დახმარება კი. და ნუ რა თქმა უნდა ისიც, როცა ადამიანი რაღაცა შენგან აიღებს და მე იმას ცხოვრებაში გამოიყენებს და ეს მის ცხოვრებას შეცვლის, ესეც ძალიან დიდი დახმარებაა. რა თქმა უნდა თვითონაც უნდა იმოქმედოს, მაგრამ რაღაცა ორიენტიროს რო დაინახავს შენგან, ეს უკვე ძალიან დიდი რაღაცა არის. ლელა, ევა არის ღვთის საჩუქარი, ულამაზესი, ძალიან საყვარელი ფერია, მიყვარხარ ევა. მადლობა ძვირფასო. ცოდნა და შრომა ფული ღირს და უნდა ფასდებოდეს. კი ძვირფასო. ეგრეა. ნარგიზა, ნინი, როგორ მიყვარს თქვენი გულწრფელი საუბარი, ბევრი კარგი სწავლება შეიძლება თქვენგან. ამატირა ჩემო გოგო, ყველაფერს დაუკეთოს იმსახურებ ძვირფასო, გული არ გაიტეხო. დაუცვილები იყავით უფლისგან, ნინი, მეც მიყვარხარ. მადლობა ძვირფასო. ლელა, ვაიმე რა კარგებია, როგორ მოუხდება ევას მშვიდობაში, ორივე ბედნიერი, ბევრი ეჭყუპალაო ზღვაზე. იმედია წელს შევა, არ ვიცი. თუ არ შევა, არ დავაძალებ, რომ ის არ გაუჩნდეს. ამან ნინი წარმატებები რაც გულით გინდა აღსრულებოდეს. მადლობა. ლელა, მოგესალმებით, ჩემო ლამაზო მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებ. ჩემთვის ნორმალურია დონაცია, გასაკვირი არაფერი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველა საქმეში. ჩემგან ლაიქები და გულები ყოველთვის ვიდეოს ნახვამდე ყოველთვის გქონდა და გექნება ჩემო ძვირფასო. შენ ყველაფერი საუკეთესო გეკუთვნის. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. ისე გულს მითბობ, ისე მიტკბობ, ისე მახარებ. შენი ტკბილი კომენტარებით. ატო გვინგრევს ახსო. ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის, ლაიქისთვის, ჩემთან რო ხარ, რო გიყვარო, ზომო მადლობა ძვირფასო.
როსტ ესე გამარჯობა ნინი მართალი ხარ 100%. ბევრმა იცის რომ დონაცია ეს არის შესაწირი რომელიც ხდება სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით ბლოგერობაში, სტრიმერობაში არის ჩვეულებრივი ამბავი და საჭიროც არის და ამაში არაფერი სასირცხვილო არ არის, ასე რომ ვისაც ეს არ ესმის შენი ბრალი არ არის წარმატებებს გისურვებ. მადლობა საყვარელო. ეთო, აუ ეს კომენტარი მომეწონა ძალიან ზუსტად დღეს ვკითხულობდი გურამ ფანჯიკიძის სპირალს, სადაც მსგავსი ციტატაა. მე რომ ვამბობდი, ხალხი არ არის მზად ადამიანთა კეთილშობილების დასაფასებლადო. ამბობს წიგნის პერსონაჟი რამაზ კორინთელი, რომ როცა ტელევიზიის მთავარი რედაქტორი 21 წლის მაკალანდია აპირებს მამის გავლენით მოპოვებული მისთვის შეუფერებელი თანამდებობა დატოვოს და რიგით რედაქტორად გადავიდეს. ეს მე-20 საუკუნეში ითქვა და ბატონ გურამს მინდა მწუხარებით ვაუწყო, რომ არც 21 საუკუნეში არაა მომწიფებული ადამიანის სხვათა კეთილშობილების დასანახად და მგონი სულ ასე იქნება. კი ძვირფასო საუკუნეები სამწუხაროდ ამას ვერ უშველის და ეს სულ ასე იქნება, სამწუხაროდ ასე. მე რომ ესეთი რაღაცებს რომ მივხვდი, ანუ ძალიან გამიცრობდა იმედი და ძალიან დიდი დეპრესია მქონდა ამის გამო. ძალიან გამიჭირდა ამის მიღება. რომ ძალიან ბევრი ალალმართალი ადამიანი ან ძალიან გაუბედურებულია ცხოვრებაში. აი როგორც პაპა ჩემის მაგალითი მოუყევი. ან კიდე საერთოდ მიწაში წევს, იმიტომ რომ ვიღაცა არაპატიოსანმა მიწაში ჩააწვინა. და ისე გამიჭირდა მე ამის მიღება, ისე რომ მეტია რა სჭამბონი? არ დაუყარო ის, ნაჩუჩიანი. დავარდა ნუნგუ. ანუში, უფალმა სიკეთეში მოგახმაროს, ვინც სიკეთით ჩაგირიხავს, მადლობა ძვირფასო. ვინც ჩამირიხავს, ყველა სიკეთით ჩამირიხავს. ბოროტი არავინ ფულს არ ჩამირიხავს. როგორ მესმის შენი უმაგრესი ხარ, აქ რა მოსატანია ჩემო ლამაზო. 13 წლის ჩემ გოგოზე იძულებული რო გავხდი ფეიზზე ანგარიშის ნომერი რო დავდე თურქეთში, გავდივართ ქიმიის სხივებს, ფულიანი შინაურები დაიმალნენ, გაუტყდათ გაზიარება პოსტის, სირცხვილიცი რა არის ნინი ადამიანს რომ აქვს და სხვას დასცინის, არაფერია იმაზე ბედნიერება, შენი ერთი ლარით ადამიანს ბედნიერება და სიხარულს რომ მიანიჭებ, წამიერია ჩვენი ცხოვრება, იხარე მუდამ შენი ჩაფიქრებული გზით, ბოდიში რომ გამიგზავ და შენთან ერთად მეც ვიტირე, ბედნიერი იყავი მუდამ შენი ანგელოზებით. მადლობა ძვირფასო და გამოჯანმრთელობას უსურვებ შენ საყვარელ შვილს და ყველაფერს საუკეთესოს და არაფერი არ არის მართლა სამარცხვინო, მერთმა დაიფაროს და მიფიქრი ამაგაზე, ჩემ შვილებს რო დაჭირდეს, აი მართლა ყველაფრის გამკეთებელი ვარ, აი მართლა აბსოლუტურად ღმერთმა დაიფაროს ყველა. რა სირცხვილი, რას ამბობთ ხალხო, რას ლაპარაკობ და ვინც მაგ დროს დაიმალება, ის ადამიანი არ არის, უბრალოდ ადამიანი არ არის და მიუხედავად ამისა, რამხელა ადამიანობა და სიკეთეა შენში, რომ აი შენ ესე მოგექცნე, მაგრამ შენ დარჩი ასეთ ძვირფას ადამიანად და ჩემი მაყურებელი ხარ და სულ იმას ვამბობ, ჩემი მაყურებელი, აი ასეთი ხალხი, ასეთ ადამიანებს უყვარვარ და ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ ამისი. მადლობა ძვირფასო. და ჯანმრთელობა შენ შვილს და ყველა ბავშვს. მაიკო, ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს შენს ლამაზ ოჯახთან, შენ, იკა, შვილებით, ლიათი, კოტით და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა. ზოია, გამიხარდა ეს რო ჩამოგთვალე. ძალიან დიდი მადლობა. ზოია, მოგესალმებით, ნინი მშვიდობიანი დღე წარმატებები ჩემო კარგო უფალმა დაგლოცოს. მადლობა ძვირფასო. მარიანა, რა ლამაზი სახელია მარიანა. მგონი ეგ აივანი ძალიანაც მოგიხდათ. მადლობა ძვირფასო. ეხლა აქეთ იქითი არის საშინელი სიცხე. ლაივში ხარ? არა. ციცი, ჩემო ლამაზო, შენ ყველაფერს იმსახურებ, კარგ საუკეთესო გოგო ხარ, არაფერი არ არის დასაცინი. მაგ კომენტარის დაწერილია ბოროტი და შურიანი ადამიანი. ამდენი წელია გიყურებ და შენაირი ლამაზი, სულის ძლიერი და საუკეთესო ადამიანი ხარ. კარგი შვილები, ჩემთვის რაც ამდენი წელია გიყურებ, აღფრთოვანებული ვარ შენით, ამიტომ არ უნდა იტირო და არ უნდა გრცხვენოდეს არაფრის და არც უნდა განსაჯო ის კომენტარი პირდაპირ დაბლოკე. ხო, აი ესე პირდაპირ დავბლოკე. გორგიაში იყიდე ქოლგა ზღვისთვის ფაზაკლებით არის 12 ლარი, მეც ვნახე გუშინ და კი 12 ლარია.
ეთო ზოგჯერ საჭიროა თურმე უარყოფითი კომენტარით, რომ ასე ლამაზად და საინტერესო დახსნა, როგორც PMS და ქალის ფუნქციას ხსნი. ფაიმე, ძალიან დიდი მადლობა. კი, მაგიტომ ხსნი ხოლმე. მასეთ რაღაცას რაც ეხება ხოლმე იმეებს ხსნი. მაგდა მართალი ხარ ნინი მგონი 8 წელი გიყურებ დრო და დრო ერთ რუს იუთუბერს იმდენ სურიცხავენ რუსები მას არ დასცინია რადგან სული უთხოვს დონაციას შენამდვილად იმსახურებ ყველაფერს კარგ და სიუხვეს გისურვებ სამყაროსგან მადლობა ძირფასო დიდი მადლობა ნინი გამარჯობა ჩემო გოგო პირველ რიგში გილოცავ პეტრე პავლობა სირცხვილიცი რა არის 21 საუკუნეში ამის ახსნა რომ გჭირდება იმედი მაქვს რომ ამ ხალხს აზროვნება ოდესმე განვითარდება კი მეც მაქვს იმედი მადლობა ჩემო საყვარელო ძირფასო ასმათი ნეტავ მეც დამეხმარებოდის ვინმე ზოგჯერ ძალიან მჭირდება ნინი 5 წელია გიყურებ ძალიან მიყვარხარ მეც მიყვარხარ ძვირფასო აი იცი რა არის დაგეხმარებიან აუცილებლად თუ ითხოვ ანუ მე ეს დავინახე რომ თუ შენ გადალახავ აი იმ შენ სირცხვილს მორიდებას სხვა რა სიტყვის რომ გამკიცხავენ რა იქნება და ამ შემდეგ აუცილებლად დაგეხმარებიან ანუ უბრალოდ ითხოვე ბონი სადა ბონი სოფონინი შენ ხარ სული ძლიერი გოგო და უფალი ყველა სირცხვილეს გადაგალახიანს ბონი მართლაც კაი ზდილობიანი და ჭკვიანი ბიჭები ყავს გოგონა კი საოცრად საყვარელია სულ რამოდენიმე თვე ალბათ 2 თვე რაც გიყურებ და შემიყვარეთ იხარე და იბედნიერე შენი შვილებით დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ძალიან დიდი მადლობა მაკანინი სულიად ნორმალურია ეგ დონაცია ევროპელი ვლოგერები ლაივში პირდაპირ ითხოვენ თორემ არ გავაგრძელებთ ლაივებსო მე როგორც შევძებ ისე დიდი სიამოვნებით ბოლოს როგორც ვტიროდი მეც დედაზე მეც არ მყავს დედა ბედნიერ დღეებს გისურვებ მადლობა ძვირფასო დღის და ღამის ფარდები დაკიდე და აღარ შემოვა მასე ციცხე მისაღებში ხო ფარდების დასაკიდებელი გვაქვს მაგრამ რო ჩამოვალ ცხვიდან ეგ უკვე მერე ეხა ვერ მოვასწრებ მიყვარხარ ძალიან აი ესე გავატარეთ თქვენთან ბედნიერი დილა ყველას დიდი მადლობა განსაკუთრებული მადლობა კიდე დონაციისთვის ძალიან დიდი მადლობა ასევე ყველას ძალიან გთხოვთ დალაიქეთ ვიდეო ეს ეხმარება ვიდეოს არხს დააკომენტარეთ გამოიწერეთ არხი ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია და დონაციის სურვილი ვისაც გააქვთ, ვისაც გინდათ რომ გამახაროთ, მონაცემები იქნება ვიდეოს აღწერაში. შეგიძლიათ ჩაუწეროთ რამე დანიშნულებაში, წავიკითხავ აუცილებლად და მიყვარხართ ძალიან, კოცნით. კარგ დღეს გისურვებთ და წარმატებებს.